ანტარქტიდა ყინულამდე მწვანე საფარით იყო დაფარული, სადაც გიგანტური ხეები ხარობდა და ეკოსისტემა ისეთივე მრავალფეროვანი იყო, როგორც დღევანდელ ნოტიო სუბტროპიკებში. აქაური წიწვოვანი ტყეები და გვიმრები თვეობით გაგრძელებულ პოლარულ ღამეებსაც კი უძლებდნენ, ხოლო პალეონტოლოგიური აღმოჩენების მიხედვით ამ სიმწვანეში კრიოლოფოზავრის მსგავსი დინოზავრები ბინადრობდნენ. 34 მილიონი წლის წინ ეოცენისა და ოლიგოცენის მიჯნაზე ამ მწვანე სამოთხემ რადიკალური ტრანსფორმაცია დაიწყო. ეს გარდატეხა მასშტაბურმა ტექტონიკურმა დაცილებამ განაპირობა, როდესაც ანტარქტიდა სამხრეთ ამერიკას საბოლოოდ მოსცილდა. ამ პროცესმა წარმოშვა დრეიკის სრუტე, რომელმაც პლანეტის კლიმატური ბედი შეცვალა. სწორედ ამ კარიბჭის გახსნამ გამოიწვია სამხრეთ პოლუსის გარშემო უმძლავრესი ცირკუმპოლარული დინების ჩამოყალიბება. ამ წყლის კედელმა ანტარქტიდა დანარჩენ სამყაროს მოწყვიტა, ფიზიკურად დაბლოკა ეკვატორიდან მომავალი თბილი დინებები და კონტინენტი მკაცრ თერმულ იზოლაციაში მოაქცია. პარალელურად კი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე მკვეთრად იკლო, რამაც სათბურის ეფექტი დაასუსტა. როგორც კი ნახშირორჟანგის კონცენტრაცია კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ დაეცა, ანტარქტიდაზე პირველი მუდმივი თოვლი დადო და ალბედოს ეფექტი ჩაირთო. თეთრმა საფარმა მზის რადიაციის არეკულა დაიწყო, რამაც შეუქცევადი ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. რაც მეტი ყინული ჩნდებოდა, მით მეტად ცივდებოდა კონტინენტი. ოდესღაც აყვავებული ჯუნგლები ყინულის ქვეშ დაიმარხა და პროცესი 4 კილომეტრიანი ყინულის საფარის ფორმირებით დასრულდა. დღეს ეს მასივი დედამიწის მტკნარი წყლის 70%-ს ინახავს, თუმცა ნახშირორჟანგის ამჟამინდელი სწრაფი ზრდა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მილიონობით წლის წინ ჩამოყალიბებულ სტაბილურობას. დღეს უკვე აღარავინ დაობს იმაზე, დადნება თუ არა ანტარქტიდა. თავარია, რამდენად სწრაფად დაგვაბრუნებს ეს პროცესი იმ დატბორილი სამყაროს ეპოქაში, სადაც ადამიანისთვის ადგილი აღარ დარჩება.